გზა რა შედეგი დასწოდება. მადლობა ბატონო ილია. ილია კოკაიას საუბრობდა პირდაპირ ეთერში, მე მას ვემშვიდობები. სუსი და არჩევნები. პოლიტიკური პარტიების გაერთიანება პაატა ბურჭულაძე, სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერი, აცხადებს, რომ მათ სუსი ებრძვის. თუ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები თვალთვალს და შანტაჟს მათ მხარდამჭერებზე არ შეწყვეტენ, ბურჭულაძე შესაბამისი ვიდეო მასალის გასაჯაროებას გეგმავს. მისი თქმით, სუსის მიერ დაშინებული თანაპარტიელები ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ. სუსის თანამშრომლები ბურჭულაძის განცხადებით თანამოაზრეების მიმართ ზეწოლას ყველა რეგიონში ახდენენ. ჩვენი გუნდის კიდევ ერთი წევრი გვირეკავს, რომ მესამე დღეა მასზე არის ზეწოლა. ისინი ითხოვენ მისგან და სხვებისგან, თქვან, რომ მიდიან პარტიიდან იმ მიზეზი თითქოს ჩვენ ნაციონალების პროექტი ვართ. ეს არის ქართული ოცნების მესიჯი, რომლითაც უნდათ, რომ ჩვენ მოგვაყენონ ზიანი. მტკიცებულებების სახით გვაქვს ვიდეოები სხვადასხვა რაიონებიდან. ეს ადამიანები ჩამოდიან და წერენ ამ ვიდეოებს. ეს არის კონსტიტუციური უფლების წართმევა, ეს ადამიანები გმირები არიან. ამას აკეთებენ სუსის თანამშრომლები. მე კიდევ იმედი მაქვს, რომ თავს დაგვანებებენ. არ მაქვს იმედი, რომ სასამართლოში რომ მივალ, იქ მურუსიძე დამხვდება და შემდეგ რას იზამს. ჩვენ ეს ვიდეოები გვაქვს. განაცხადა არჩევანში, გადაცემა არჩევანში პაატა ბურჭულაძემ და მე გირჩის ლიდერი მყავს უკვე სტუდიაში, სტუმრად ზურაბ ჯაფარიძე. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ზურა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. სერიოზულია განცხადება, რომელიც გაკეთდა თქვენი გაერთიანების მხრიდან, სუსი და არჩევნები. ანუ გამოდის, რომ სუსი ჩაატარებს ამ არჩევნებს თქვენი განცხადებებიდან გამომდინარე. მოგესალმება მოწვევისთვის. მადლობა თქვენ. კი, ალბათობა იმისა, რომ სუსი იქნება ჩარეული არჩევნებში, არის საკმაოდ მაღალი და ამაზე ძლიერობა შენ შეგვიძლია გამომდინარე იქიდან რა პროცესებიც ვითარდება, მათ შორის ჩვენი ბლოკის გარშემო, მათ შორის არც გუშინ ალბათ აკვირდებოდეთ რა ინციდენტიც მოხდა. ნუ დღეების განმავლობაში ჩვენი ოფისის წინ უბრალოდ განანეს სუსის მანქანები, ჩვეულებრივად ღია დღის იზუსით განა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მათი დანახვა, მათ შორის გუშინ რაც ხდებოდა. ფოტოები და ვიდეო მასალაც გვაქვს ბევრი გადაღებული, მათ შორის ნომრებიც აქვს, შინაგან საქმეთა სამინისტროს MIA ნომრები აწერეთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის თუ სუსს ეკუთვნის, მათ შორის ჩვენ გამოვიძახეთ პატრული მაგათად ერთ-ერთ ავტომობილს და ვთხოვდით, რომ იდენტიფიცირება მოეხდინა ვინ არის ამ ავტომობილის და პატრულმა გვითხრა, რომ ჩვენ ბაზაში ვერ ვძებნითო, მანქანის ნომრის მიხედვით ვერ ვახდეთ იდენტიფიცირებას ვინ არისო. მთელი დღის განმავლობაში აკვირდებდნენ, ეს დღეების განმავლობაში გრძელდება. უბრალოდ გუშინ რაღაც ზღვარს გადავიდნენ, ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც გამოვიდა ოფისიდან, უბრალოდ მიდიოდა სადილზე, გავიდა შუადღისას, უბრალოდ უპირებდნენ ქუჩაში დაკავებას. არ ვიცი რა იყო ამისი მიზანი, საბოლოო ჯამში ალბათ რაღაცა ფიქრობენ, რომ რაღაცა შიგნით ჭირდებათ რაღაც ადამიანების ჩანერგვა და გადაბირება, რომ რაღაც ინფორმაციებს ეძებენ ალბათ. ნუ ეს ვერ მოახერხეს, იმიტომ რომ ოფისთან ძალიან ახლოს იყო და ძალიან ბევრი ადამიანი გავედით გარეთ. ამის შემდეგ რაც მოხდა, იყო ის, რომ რაღაცა დაახლოებით 1 საათი იმ ისტორიის რაზეც თქვენ საუბრობთ. კი, ეს ადამიანი არ გვეუბნებოდა ვინ იყო, არასახელად თავის თავს იძახდა, რომ რაღაცა აქავარ, არასად არ ვიმალები, ხომ იღებთ და მნიშვნელობა აქვს. მე გავაჩერე პატრული, მე პირადად გავაჩერე და პატრულს თხოვე, რომ ამოიცანეთ ეს ადამიანი ვინ არის, რომ ადამიანებს აკავებს ქუჩაში. შედეგი იყო ის, რომ ნახეთ ვინც იყო, სახელი და გვარი, შემდეგ მან თქვა, რომ უნდა დაველოდოთ უფროსო. ნუ საბოლოო ჯამში ძალიან ნათლად ჩანდა, რომ ეს იყო რაღაცა სუსის დაგეგმილი, რაღაცა პრიმიტიული ოპერაცია. მიზანი იყო კიდევ რომ არ ვიცი, სავარაუდოდ ის რომ ცდილობენ ადამიანები ან გადაიბირონ ან შეგინთ ადამიანები ჩანერგონ ან რაღაცა მსგავსზე მუშაობენ ამ წუთში და მე მოიგონეს რაღაცა სრულად სულელური ისტორია, რომ თითქოს ხო რაღაცა ერთი კვირის წინ დაახლოებით რომელიღაცა მაღაზიიდან მოხდა რაღაცა ვიღაცა მოიპარა რაღაც ტანისამოსი და რაღაცა ვითომ გავდა ეს გოგო იმ ადამიანს, მიიყვანეს დაკითხვაზე, სადაც მათ შორის აჩვენეს ეს ფირი და იმ ფირზე ანუ ეს გოგო არის, ეხლა თქვენ კადრში ჩანთარი შავგრემანი გოგო და იქ ფირზე იყო გაცილებით ასაკოვანი ადამიანი, მათ შორის ქერა და ხუჭრეთმიანი ანუ ბატონო ზურა, მიდის დაშინება თქვენი თანამოაზრეების, თქვენი წევრების და მიდის დაშინება იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოგაცალონ ამას ამბობ. ანუ ბევრი სხვადასხვა კომპონენტია, ხო, ერთი ნაწილი ხა გუშინ რა ინციდენტიც იყო, ეს მე მგონი უფრო კავშირში არის იმასთან, რომ შიგნით ბლოკის თუ პარტიის შიგნით უნდათ რომ ყავდეთ ადამიანები და რაღაც ეგეთი მცდელობები აქვს, მათ შორის ძალიან უხეში ფორმით, ხა ესე ქუჩაში ადამიანი გააჩერო და მცდადო მისი დაშინება და ალბათ მე რაღაცაში დაშანტაჟება და გამოყენება, ნუ არ წარმოუდგენელი რაღაც არის, მაგრამ გარდა ამისა, რასაც ხედავთ, მათ შორის რაღაც განცხადებებს ხანდახან რეგიონებიდან, რომ რაღაც ადამიანი იძახის, რომ მე დავტოვე, რაღაც მაჟორიტარობის კანდიდატი იყო და დავტოვე პარტია და რაღაცა, მათ შორის ერთი ადამიანი, რომელსაც არანაირი შეხება არ ქონია საერთოდ არც პარტიასთან
და არც ბლოკთან. არის შემთხვევები, მათ შორის მაგალითად ხობში იყო ძალიან საინტერესო შემთხვევა, ადამიანი გამოვიდა და თქვა, რომ მე რაღაც იმის გამო რომ გავუერთიანდე ნაციონალებს, ამის გამო მივიდივარ პარტიიდანო და ეს არის ადამიანი, რომელიც 2012 წლამდე საკრებულოს თავმჯდომარე იყო ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს და ეს ადამიანი ნაციონალობის გამო მიდის თურმე პარტიიდან. ხო, ბევრი რაღაც აბსურდული რაღაცები, მათ შორის ხშირ შემთხვევაში ძალიან ნათლად ჩანს ხოლმე რაღაც ორსულიანი კომბინაციები, პრესაში ჟურნალს რაღაცა ინფორმაცია, ძირითადად სიბინძურე დაკავშირებული პატა ბურჟუაზიის რაღაც ადრეს საქმიანობასთან, საქველმოქმედო საქმიანობასთან, ახსნებენ ფონდი იარონას და შემდეგ და შემდეგ ვიღაცები გამოდიან და იძახენ, რომ აი პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, თურმე რა საზღვრები ყოფილა და ამიტომ მე მივდივარ, არ ვიცოდი ეს ყველაფერი და ეს შემდეგ. ხო, ძალიან ნათლად ჩანს რომ რაღაც ორსულიანი სამსვლიანი მარტივი კომბინაციები. საფრთხე დაინახა ხელისუფლებამ თქვენ. შიში აქ სხვა არაფერი არის, აქ ხშირად ისმის ხოლმე კითხვა, რომ მაგალითად გიჩთან მიმართებაში ეგეთი რაღაცა რატო არ ხდებოდა, მე მგონი მარტივი ახსნა აქ ის, რომ ჩვენ შემთხვევაში შეიძლება ცალკე აღებული ვერ ხედავდნენ ესეთ საფრთხეს და ამ გაერთიანების შემთხვევაში მე მგონი ძალიან ნათლად ხედავენ, რომ რეალურად იქნება ძლიერი პოლიტიკური ცენტრი და შიში არის ის, რაც როგორც წესი რთავს ხოლმე ამ რაღაცა ავტომატურ, სულად იდიოტურ მექანიზმს, რომელიც წლები ამ ქვეყანაში არსებობს, ამ ხელისუფლებას ეს არ მოუგონია ნამდვილად, უბრალოდ როგორც ჩანს, აი ეხლა ეს ჩაირთო და ჩაირთო ჩვენ გაერთიანებამდე რაღაც ცოტა ხნით ადრე, როგორც ჩანს გაიგეს რაღაცა კონსულტაციები მიმდინარეობდა, ეს მექანიზმი ჩართეს და ეხლა ამუშავებენ როგორც ჩანს თელი სიმძლავრით. საბოლოო ჯამში რაში გადაიზრდება ეს არ ვიცი და მათ შორის გადაიზრდება თუ იმაში რომ საარჩევნების დღესაც სუსი იმოქმედებს ველურად, იმიტომ რომ სხვა სიტყვა ამას არ აქვს, როგორც ეს ხდება ხოლმე. შე შემთხვევაში არ ვიცი ამის პროგნოზი ძალიან რთული გასაკეთებელია, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი აზიანებს ზოგადად საარჩევნო გარემოს, წინასაარჩევნო გარემოს და მათ შორის კითხვის ნიშნებს გააჩენს ბევრს არჩევნებთან მიმართებაში, რაც არ მგონია რომ ამ ქვეყანაში რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესებში იყოს გარდა პრორუსული ძალებისა. ამ ქვეყანაში პროექტის არჩევნები არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და მათ შორის ჩვენ მთლიანად ჯამში ქვეყანამ ხელისუფლებასა და ნებისმიერმა ოპოზიციურ ძალამაც უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ გავიზარდეთ და კიდევ უფრო წინ წავედით დემოკრატიის მხრივ, ზრდასრულები ვართ უკვე და მათ შორის ვზად ვართ, კიდევ უფრო ახლოს მივიდეთ ნატოსთან, ევროკავშირთან და ამ შემდეგ. თომას არ გავაკეთებთ, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესში. ამიტომ ესეთ მარაზმს თავი უნდა გაანებო. ბატონო ზურაბ, ვისი კონკურენტი ხართ თქვენ? თქვენი პოლიტიკური გაერთიანება. ანუ მე ძალიან გავერთე სხვა შორის თქვენი ერთ-ერთი კლიპი ვნახე, ანუ ოცნების ბრალდებები რომ ხართ ნაციონალების ბრალდებები რომ ხართ ხელისუფლების პროექტი. სინამდვილეში კითხვა მინდა ასეთი რომ დავისვათ, ვის ალტერნატივად განიხილავთ თქვენს თავს? ყველასი. ანუ ჩვენ ერთი რომ ჩვენ არ ყოფთ მოსახლეობას ნაციონალური მოძრაობის ხარდამჭერება და ოცნების ხარდამჭერება როგორც არის და მიჩვენებს არ ვიყენებთ რაღაც ეგეთ სიტყვებს ნაცებ კოცები და ასე შემდეგ ჩვენთვის ყველა არის ამორჩეველი ყველა არის ამ ქვეყნის მოქალაქე ჩვენ მუშაობთ ყველასთან არანაირ რაღაც სეგმენტაციას ჩვენ არ ვახდენთ პარტიებსაც შეეხება გასაგებია რომ პარტიები რომელიც რეიტინგი ჩვენს ქვემოთ არის ისიც გამიხილავენ ჩვენ კონკურენტად და ცდილობენ რომ ჩვენ გაგვასწრონ და პარტიები რომელსაც ჩვენზე მაღალი რეიტინგი აქვს ისინი გამიხილავენ საფრთხეთ იმიტომ რომ შევა მათ თქვენ ფაქტია ყველანაირი კვლევები ამაზე მეტყველებს ენდობით ვენდობით არ ვენდობით ეს ყველაფერი გვერდით რომ გადავდოთ რომ თქვენ არ ხარ დღეს იმ რეიტინგის დაუშვათ პოლიტიკური გაერთიანება რომელიც შეიძლება მოვიდეს ხელისუფლებაში. ანუ რაში უნდა აწყობდეს ხარ? ჩვენ ვართ გაერთიანება რომელსაც აქვს ყველაზე მეტი ზრდის პოტენციალი შედარებით ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ სუბიექტთან რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს. იმის ხარჯზე რომ ეს არის ახალი გაერთიანება მას ყავს კონკრეტული ლიდერი რომელსაც აქვს ხალხის დობა რომლის მათ შორის გაცხადებული მიზანი როდესაც მან ეს ნაბიჯი გადადგა იყო ის რომ მას უნდა რომ პოლიტიკაში გაერთიანოს სხვა ტიპის ნიჭიერი ახალგაზრდა ადამიანები პროფესიონალები სხვა სფეროში და მიდის ამ მიმართულებით ამას მათ შორის ახერხებს. ამიტომ ზრდის პოტენციალი ამ ქვეყანაში თუ ვინმეს აქვს გვაქვს ჩვენ ამას ყველა ტრაბახის გარეშე ვიძახი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ბევრი ისეთი რაღაცა რაც სხვებს უბრალოდ არ აქვს, მათ შორის მთავარი რაც არის რაც ხა თვითონ პატა ბურჭაძის ფიგურას აქვს არის ის რომ ეს ადამიანი პოლიტიკაში აქამდე არ ყოფილა, ის არ არის მათ შორის რაღაცა ესეთი სტანდარტული პოლიტიკასის ალაპარაკოს რაღაცა ტრაფარეტული ფრაზებით, რაღაცა არ შეუძლია, არ იტყუება უაზრო დაპირებებს არ იზრდება, ანუ არ თამაშობს ესეთი ადამიანი იყო ყოველთვის და ეს არის ის რაც არის მათ შორის ის რომ ჩვენ გვყავს ჩემი აზრით ყველაზე ძლიერი ეკონომისტების გუნდი და მათ შორის ეს არ არის მარტო ის რომ მე მესმის ეკონომიკა იქ დახვდა ადამიანები რომლებსაც მე ძალიან იშვიათად მაქვს ხოლმე ეკონომიკაში ესეთი დამთხევა და გვაქვს სრული დამთხევა პრაქტიკულად ხედვებში როგორ უნდა განვითარდეს ეკონომიკა სწრაფად ანუ ბევრი რაღაცა სხვა ფაქტორებია რომელიც ჯამში ხრის ამ სურათს მოსაზრებები თუ მათ გადაგიბირეს იმიტომ რომ მე მახსოვს ჩემ სტუდიაში გამართული დებატები სადაც თქვენ პოპულისტებს ეძახდით გირჩევით პატა ბურჭულაძის გუნდს ადრეც კითხეთ ეს მე თქვენ. კი, მათი პროგრამა ჩვენ საჯაროდ გავაკრიტიკეთ, მაგრამ
ორი რაღაცა რაც არის ფუნდამენტური ხედვა, ერთი რომ უნდა წავიდეთ ეკონომიკის სწრაფი განვითარების გზით, რომ სიღარიბე სწრაფად დაიძროს და მეორე უნდა შეიცვალოს სოციალური დახმარების სისტემა ისე რომ რეალურად ამ ქვეყანაში გაჭირებული ადამიანი მიუხედავად მისი ასაკისა, ბავშვი იქნება თუ ასაკოვანი ადამიანებს არც ერთი ადამიანი არ უნდა იყოს, ვისაც უნდა ქონდეს კვების პრობლემა, ჯანდაცვის დაფინანსების პრობლემა, განათლების მიღების პრობლემა საკუთარი შვილებისთვის. ამაში გვართ 100% თანხმობა და ჩვენ რაზეც ვკამათობთ ამ ქვეყანაში არც ერთ პოლიტიკურ პარტიას მაგაზე არასოდეს არ უკამათიათ, ვკამათობთ ტექნიკურ დეტალებზე, ერთ ნაწილშიც და მეორე ნაწილშიც, რაღაც როგორ უნდა განსაზღვროთ კეთილდღეობის დონეები, როგორ უნდა დავაჯამოთ, როგორ უნდა დავახარისხოთ მოქალაქეები თუ ოჯახები და შემდეგ. ეს არის ძალიან ტექნიკური საკითხები, მაგრამ ფუნდამენტური პრინციპი. რადგან დიდ ნაწილზე უკვე შეჯერებულია. სასარგებლოდ იმუშავებს თქვენი პოლიტიკური გაერთიანება, როდესაც შეხვალთ პარლამენტში. ანუ წინასწარი ვარაუდი არის, რომ უმრავლესობა საკონსტიტუციო არ ექნება არავის. ყოველ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარეც კი ჯერჯერობით მოქმედი ამ პროგნოზს აკეთებს. აი რომ დადგეს საკითხი, მაგალითად ჩვენ წეგან გავხსენით გადაცემა გიორგი კვირიკაშვილის დღევანდელი განცხადებით, რომ აი ჩვენ რო გავიმარჯვებთ, მე კონსტიტუციაში შეგვაქვს ცვლილებები ოჯახის თემაზე, რეფერენდუმის საკითხი და ასე შემდეგ. საიწავა თქვენი ხმა, ოცნების სასარგებლო თუ ნაციონალური მოძრაობის სასარგებლო? ხო, ერთი რაც შეეხება იმას კი მეც გეთანხმებით და მგონია რომ არის ალბათ პირველად ამ ქვეყნის რეალობაში მოცემულობა, როდესაც შეიძლება ქონდეს პარლამენტი, სადაც ერთი პარტია არ იქნება დომინანტური, ანუ ერთპარტიული მმართველობა არ იქნება, რაც არის ერთის მხრივ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, იმიტომ რომ პირველად ამ ქვეყნის ისტორიაში შეიქმნას კოალიციური მთავრობა, რომელიც მართავს ქვეყანას, რისი გამოცდილება სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს ესეთი გამოცდილება და ეს ერთის მხრივ კარგი წინ გადადგმული ნაბიჯია, იმიტომ რომ მათ შორის სიგნალი იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორების, რომ ჩვენ გავიზარდეთ და წინ წავედით და მივდივართ პოლიტიკური კლასი კონსენსუსების გზით წინ და არა ერთმანეთის ჭამის და ღრნის და დედის გინების გზით, მაგრამ მეორე მხრივ მათ შორის გამოწვევაც არის ჩვენაერი ქვეყნისთვისაც, იმიტომ რომ ამის გამოცდილება რადგან არ გვაქვს, არ ვიცით საბოლოო ჯამში ეს რამდენად კარგად გამოგვივა, მაგრამ მე მგონი რომ კარგია თუ ამ გამოცდილებასაც შევიჯერდეთ და წინ წავალთ. რაც შეეხება იმას, ვისთან ვითანამშრომლებთ ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი პრინციპი, ჩვენ გვაქვს კონკრეტული პრინციპები და ხედვები, საითაც ეს ქვეყანა უნდა წავიდეს, როგორ უნდა განვითარდეს სწრაფად ეკონომიკა, ეს არის თანხმობა გვაქვს, როგორ უნდა შეიცვალოს სოციალური დახმარების სისტემა და ცხადია იმაზე კითხვის ნიშანი არ არის, რომ ჩვენ მივდივართ ევროკავშირისკენ, ნატოსკენ. ვინც უფრო მეტად მიუხედავად იმისა, რომელ პარტიას რამდენი ადგილი, ვინც უფრო მეტად გამოყვება ამ მიმართულებით და მხარს დაუჭერს ჩვენ ხედვებს და ჩვენ სიდებს, ჩვენ ვითამაშობთ ნებისმიერთან. თანამშრომლობის პრობლემა ჩვენ არ გვაქვს, მათ შორის გიჟს ახლა გიჟი არის პარტია, რომელსაც უკვე ყავს დღეს პარლამენტში. ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ ქონია, ჩვენ ყოფილა საკითხები, როდესაც ხარი დაგვიჭერია ოცნების რაღაც ინიციატივებს და ყოფილა საკითხები, როდესაც ხარი დაგვიჭერია ნაციონალური მოძრაობის ინიციატივებს. უფრო დავაკონკრეტებ, გიორგი კვირიკაშვილის ხელწერა არის თუ არა თქვენი გაერთიანება. გეკითხებით ამას რატომ? დასნიშნავს ვერ მიხვდები. აი ეხლავე განგიმარტავთ. გირჩების და გიორგი ვაშაძის გუნდის გაერთიანებას, როდესაც მოყვა პლუს ახლები, რომელიც არის კვირიკაშვილის მეგობრების გუნდი და მისი ყოფილი პოლიტიკური გუნდი, მაშინვე გაჩნდა კითხვა, არის თუ არა ეს ხელისუფლების თამაში. ანუ აწყობს თუ არა ეს თვითონ პრემიერს, იმიტომ რომ პრემიერი იქმნის მომავალ პარლამენტში საკუთარ პოლიტიკურ გუნდს, რაც ვერ მოახერხა სხვა შორის ირაკლი ღარიბაშვილმა. ლოკომოტივი აი ამ ზეწოლებით, ფინანსური გზების ჩაკეტვით, ყველაფერი პრობლემით, რაც პაატას შეექმნა, უცებ შედგა ეს დიდი გაერთიანება. მე ძალიან რთული რაღაცა კონსპირაციული თეორია, არის თუ ვინმეს ახლა შეუძლია სერიოზულად დაიჯეროს, რომ მაგათი პაატა ბურჭულადი, ან თუნდაც მე რაღაცა ვიმართებით კვირიკაშვილის მიერ, მე მგონი უბრალოდ ამაზე სერიოზული ლაპარაკის კი ზედმეტია. რაც შეეხება იმ ნაწილს, რომ ეს ხო არა რაღაცა ამ თამაშის ნაწილი და რაღაცა მე მგონი ძალიან ნათლად ჩანს, თუნდაც იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რომელიც ვითარდება ჩვენი ბლოკის გარშემო, თუ რა დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას ჩვენს მიმართ. ეს ნათლად ჩანს თბილისში, ცენტრალურ დონეზე რაც ხდება და ნათლად ჩანს მათ შორის რეგიონებში რაც ხდება, იგივე ჩვენ ბლოკთან მიმართებაში. ანუ რა ვიცი, ესეთი კითხვის ნიშნები და რაღაცა კონსპირაციული თეორია მესმის, რომ საზოგადოებაში ყოველთვის არსებობს რაღაცა სეგმენტი, რომელსაც რაღაც ინტერესი და ცხოვრების ინტერესი აქვს და იკვებება ეგეთი რაღაც ინფორმაციები. ამ ინფორმაციებს ვერაფერს ვერ უწევს, ესეთი ინფორმაციები ყოველთვის იქნება, ეს კონსპირაციული თეორიები ყოველთვის იარსებებს, მაგრამ ჩვენი ბლოკის მიზანი ამ შემთხვევაში არ არის ის, რომ ესეთი რაღაცები გავანეიტრალოთ. ანუ არის ადამიანები, რომელსაც ვერაფერ დააჯერებ, რომ ეს არ არის რაღაცა მიშას თამაში და არის ადამიანები, რომელსაც ვერაფერ დააჯერებ, რომ ეს არ არის კვირიკაშვილის თუ ბიზნეს თამაში. ვერ დააჯერებ, უბრალოდ მე დამიხარჯია ბევრი დრო ამაზე და ვერ დააჯერებ. ჩვენ გვაქვს ძალიან ცოტა დრო დარჩენილი არჩევნების დღემდე და ჩვენი მიზანი არის, რომ არჩევა მეტ მოქალაქემდე მივიტანოთ ჩვენი ხედვები. აუხსნათ რის გაკეთებს რამდენი კაცი შეცვალოს რა შეიძლება ბევრის. არ ვიცი, მაგის ჩემი აზრით ეხლა ნებისმიერ ეგეთ პროგნოზის გაკეთება არის სპეკულაცია, იმიტომ რომ ჩვენ ჯერ აქტიური კამპანია არ დაგვიწყეთ. ჩვენ ქონდა ჩვენი კამპანიები, კიდევ სხვა კამპანია გაქვს
გაგეგმილი, რასაც ბლოკის კამპანიის დაწყებას, რომელიც რამდენიმე დღეში დაიწყება, საბოლოო ჯამში ბევრი რამე იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად ბევრ ადამიანამდე მივიტან ჩვენ სათქმელს და რამდენად ეფექტური იქნება ჩვენი კამპანია. და მეტი ერთი კითხვა უნდა დაგისვა და უკვე უნდა გადავიდე ბექა ოდიშარიასთან, ბატონო ზურაბ. ხელისუფლების დაპირებებიდან შეგიძლია თუ არა მითხრათ რა გახსოვთ აი ამ წუთისთვის, რითიც ოცნება გამოდის ხალხთან. ეხანდელი დაპირებები რაც ხო, ეხა თუ შეგიძლიათ რომ დავისახელოთ. არაფერი, მე ზოგადი რაღაცა მახსოვს, რომ ისინი პირდებიან ყველაფერს 2017 წლის არჩევნების შემდეგ, რომ ანუ პრინციპში 2012 წლის არჩევნები მათ ჩაატარეს 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდი ჩაატარეს ისე რომ ბიძინა ივანიშვილი პრაქტიკულად ყველას პირდებოდა ყველაფერს, ანუ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც იტყოდა რომ რაღაც სიტყვაზე მე მინდა ეს, მე მინდა ეს, პირდებოდა რომ კი, ყველაფერი იქნება, პრობლემა არ არის. ეხლა დაახლოებით მაგდაგვარი გვაქვს რბილი ფორმა გვაქვს, როცა გეუბნები რომ 2017 წლის მერე ყველაფერი იქნება კარგად. ანუ ვერ ხედავთ ვერანაირ კონკრეტულ თქვენ ხედავთ რა პროგრამა სახელმწიფო პარტია დარჩენილია ერთ თვეზე ცოტა მეტი არჩევნების დღემდე და პროგრამა არ აქვს აქამდე გამოქვეყნებული რომ წადიკითხო და ვთქვათ რის გაკეთებას აპირებენ. ხო, ანუ აქვს რაღაცა 2013 მომზადებული საქართველოს 2020, რომელიც იყო დიდი რაღაცა ბოდვის კრებული, რომელსაც უკვე 10-დან ბოლომდე იმას აღარ ახსენებენ დაიწყეს და ახალს აღარდებენ, იმიტომ რომ თვითონაც აღარ აქვს იმედი რომ რამე სერიოზული შეიძლება დაწერონ ჩემი აზრით. წარმატება მინდა გისურვოთ, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი ზურაბ ჯაფარიძე. გირჩის ლიდერი უნდა ვთქვა ისევ თუ მოძრაობის